ჩვენი სამყარო სრულიად არაპროგნოზირებადია საკუთარ კანონზომიერებებსა და მის შედეგებში. თუ პეპლის ეფექტის ცნებას ადამიანების საზოგადოებას მიუსადაგებთ, მივიღებთ, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება მთელი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს. სწორედ ამიტომ არის ადამიანებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი სტაბილურობა, მყარი ურთიერთობები, მიცემული სიტყვის ფასი. ეს ყველაფერი ხომ ერთგვარ დაცულობას და გარკვეულობას გვიქმნის ამ ქაოტურ და არაპროგნოზირებად სამყაროში. ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან. არასაქმეში უზნეობა, უპატიოსნება არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სიმდისი, რომელზედაც იწერება პირობა, იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს. ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივის ძე დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი. მთელი თავისი სიცოცხლით და მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძე ქართველების ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ემსახურებოდა. ის ქართველი ერის მამა, საქართველოს გადამრჩენელი და მისი უგვირგვინო მეფეა. ილია ჭავჭავაძე ყვარელში 1837 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. მშობლებმა გრიგოლ ჭავჭავაძემ და მარიამ ბებურიშვილმა ილიას ბავშვობიდან ჩაუნერგეს სამშობლოს ქართული ენის და მწერლობის სიყვარული. ილიამ მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, რის შემდეგაც 5 დაობლებული ძმისშვილის აღზრდა, მამიდამ ითავა. თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ილიამ სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ქართველი სტუდენტების მიერ აღიარებულ მეთაურად ითვლებოდა და ყველა აქტივობა მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა. ილიას გარშემო შემოკრებილ 30-მდე ადამიანი, რომელსაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ თერგდალეულები უწოდეს, მსოფლიო მოვლენებს ადევნებდა თვალყურს და სამშობლოს გასაჭირიდან გამოყვანის გზებს განიხილავდა. სტუდენტობის წლები პეტერბურგში უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ილიასთვის და შესაბამისად ჩვენი ქვეყნისთვის. 1861 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა ილიამ ჩამოსვლისთანავე დაიწყო აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება. მისმა ლიტერატურულ კრიტიკულმა წერილმა ორიოდე სიტყვა თავად რევას ჩალვასძის ერისთავის მიერ კაზლოვის შეშლილის თარგმანზე და ახალი თაობის პოლიტიკური და კულტურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა და დასაბამი მისცა ეგრეთ წოდებულ მამათა და შვილთა ბრძოლას. 1863 წელს ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილზე დაქორწინდა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთადერთი თანამგზავრი იყო. 1863 წელს ილიამ ჟურნალი საქართველოს მოამბე დააფუძნა, რომელიც სასტიკი ცენზურის მიუხედავად ეროვნული იდეების გამავრცელებელი ერთადერთი საშუალება გახდა. ჟურნალის გარშემო შემოიკრიბნენ ისეთი გამოჩენილი მამულიშვილები, როგორებიც იყვნენ სერგეი მესხი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი და სხვები. 1864 წლიდან ილია საჯარო სამსახურში ჩადგა და მომრიგებელ მოსამართლედ დაიწყო მუშაობა. 60-იანი წლების ბოლომდე ის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა. 70-იანი წლების დასაწყისიდან მან ერთბაშად გამოაქვეყნა ქართული ლიტერატურის უდიდესი ნამუშევრები. გზავრის წერილები, აჩრდილი, გლახის ნაამბობი, ბედნიერი ერი, ჩემო კარგო ქვეყანავ რაზედ მოგიწყენია და სხვა მრავალი, რომლებიც უშუალო ლიტერატურულ ფასეულობასთან ერთად საზოგადოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას ემსახურებოდნენ. 70-იანი წლებიდან ილია ჭავჭავაძე საზოგადოებრივი აზრის მთავარი მაფორმირებელი ფიგურა გახდა.
მისი ავტორიტეტი და გავლენა ყველა სფეროში ძალიან დიდი იყო. 1875 წელს ილიას თაოსნობით სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი დაარსდა, რომელიც უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 1879 წელს ილია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. 85 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი მისი უცვლელი თავმჯდომარე იყო. ამ საზოგადოებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა განათლების სისტემის ჩამოყალიბებასა და ეროვნული სულისკვეთების გაღვიძების საქმეში. 1877 წელს ილიამ გაზეთი ივერია დააარსა, რომელიც მომდევნო 30 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების მთავარი ცენტრი იყო. 1891 წლიდან ილია დრამატული საზოგადოების ხელმძღვანელი გახდა. ყველა ეს საქმე საქართველოს გადარჩენას ემსახურებოდა. 1907 წელს ილია ოლღასთან ერთად ფილისიდან საგურამოსკენ გაემგზავრა. წიწამურთან მას 6 კაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. ილიას მკვლელობის სხვადასხვა ვერსიები არსებობს. დაწყებული სოციალ-დემოკრატებით და ბოლშევიკური ფლანგით, დამთავრებული მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიციით. მისი მკვლელობა ქართველი ხალხის ეროვნული ტრაგედიაა. ილია ჭავჭავაძე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, რომლის გავლენა დღემდე ძალიან ძლიერია ჩვენ საზოგადოებასა და თითოეულ ჩვენგანზე. მისი განუზომლად დიდი წვლილის გამო სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინაშე მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა. მაგრამ როგორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძის გარეშე არსებული მე-19 საუკუნის საქართველო? რა მოხდებოდა სწავლის დამთავრების შემდეგ? ილიაც რომ სხვა მრავალი ქართველი სტუდენტის მსგავსად პეტერბურგში დარჩენილიყო. როგორ განვითარდებოდა ქართული კულტურა და საზოგადოება? როგორი იქნებოდა ჩვენი დღევანდელი რეალობა? ილია ჭავჭავაძე იმ დროს მოევლინა საქართველოს, როცა ჩვენი ქვეყანა გაქრობის პირას იყო მისული. რუსეთის უუფლებო კოლონიად ქცეულ საქართველოს დავიწყებული ჰქონდა საკუთარი მეობა, ერის ფუნქცია, თავისუფლების ხიბლი და სიცოცხლის მიზნად, მხოლოდ ხორციელი არსებობა მიაჩნდა. ილია რო არ ყოფილიყო ჩვენ ისე გავრუსთებოდით, ილია და ნოთერდალეულები, ისე გავრუსთებოდით, რომ პროტესტის განცდაც აღარ გვექნებოდა. და ფიზიკურად ქართველები კი გადარჩებოდნენ იმ დროს მაცხოვრებლები, მაგრამ ის კულტურული ფენომენი, რასაც საქართველო ქვია, და სწორედ რომ კულტურული, ის ისტორიული, ლიტერატურული, მხატვრული, ეკონომიური, უამრავი კომპონენტი აქვს კულტურას, ის გაქრებოდა. და ილიამ თავის თანამებრძოლებთან ერთად, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი თვითონ ილია იყო და ერთი კაცი იბრძოდა ფაქტიურად, ებრძოდა ბევრ რამეს, გაცილებით მეც, ვიდრე ჩვენ დღეს ვითვლით ხოლმე მის მეტოქეებში, აი ამ კაცმა საქართველოს იდეა გადაარჩინა, საქართველოს როგორც კულტურული ფენომენი გადაარჩინა. და მისი ჩვენი თავი ჩვენამდე გვეყუდნოდესო, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის სურვილი ფაქტიურად ილიამ აღადგინა. იქამდე ეს სურვილი ნელ-ნელა ხდებოდა, ისე რომ ამ სურვილის სიკვდილსაც აღარ გულოვებდით. ენა მამული სარწმუნოება. ამბობს 23 წლის ილია და სამშობლოს გადარჩენას ენის გადარჩენით იწყებს, რადგან სწორედ ენაა იმ საერთო იდენტობის წერტილი, რომლის გარშემოც ხდება საზოგადოების გაერთიანება და ეროვნული თვითშეგნების გაჩენა. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში კი ქართული ენის საერთო მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ანტონ კათალიკოსმა ქართულ ლიტერატურაში სამი სტილის თეორია დანერგა და ერთიანი ქართული ლიტერატურული ენის ნაცვლად სამი მაღალი, საშუალო და დაბალი ენა დააკანონა. შედეგად ქართული ენა თანდათან მოწყდა ხალხს, დაშორდა ხალხურ ენას. ხოლო თუ ენა და დამწერლობა საზოგადოების ყველა ფენისთვის გასაგები არ გახდებოდა, ის უბრალოდ ფუნქციას დაკარგავდა. ილიას პირველი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ბრძოლა სწორედ ამ რეფორმას შეეხო და დაიწყო მამათა და შვილთა დაპირისპირება. პარადოქსული სწორედ ის არის, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისაც ილია ებრძოდა, იყო სხვა დიდი ქართველი, ძალიან პატრიოტი,
უაღრესად ბევრი რაიმეს შემომქმედი ქართულ ისტორიაში ანტონ კათოლიკოსი, რომელმაც სამი სტილის თეორია რო შექმნა და რაც თავარია გაატარა ცხოვრებაში, ქართული ინტელიგენციის სიტყვა ქართველებისთვის უგედაკარგული იყო. და ფაქტიურად ენის გადარჩენა სწორედ აი იმ დანარჩენ საქართველოს გადარჩენას ნიშნავდა, რომლისთვისაც გაუგებარი იყო მაღალი ფენები, რას ლაპარაკობენ. მამების თაობის ენა, რომელიც უფრო სამუზეუმო ექსპონატი იყო, ვიდრე ცოცხალი ენა, ხალხს არ ესმოდა. ის არ იყო საქართველოს გამაერთიანებელი ენა. ახალმა თაობამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ქართული ენის გამარტივება და დემოკრატიზაცია მოახერხა და დღეს ილიას და თერგდალეულთა ენა ჩვენი სასაუბრო ენაა. ტიციან ტაბიძე ამბობდა, რომ 80% რითი ჩვენ ლაპარაკობთ, ეს ილიას შექმნილი ენაა. ილიას თაობის შექმნილი ენა. საერთო იდიომა ქართულის. რაც თავიდან ძალიან სკანდალურად ჟღერდა და ბარბარა ჯორჯაძე ამბობდა, რა მყრალიანი წერს ილიაო. იმიტომ რომ სამი სტილის თეორიაში არ ჟდებოდა. ილია გაადემოკრატიულა ქართული ენა და ამით მთელი საქართველო რაც გაერთიანა ამ ერთი ენობრივი იდიომის ქვეშ. ალტერნატიულ ისტორიაში მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. იქ, სადაც არ არსებობს ილია ჭავჭავაძე და მისი ბრძოლა, თერგდალეულთა როლით სუსტდება, რადგან სწორედ ილია იდგა მუდამ ამ ახალგაზრდა თაობის სხვადასხვა წამოწყების სათავეში. შედეგად ხდება ქართველის გაუცხოება ქართული ენისა და დამწერლობის მიმართ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილიამ საზოგადოების ქართული ენისგან გაუცხოების პროცესს სულზე მოუსწრო და ქართული ენა და დამწერლობა ახლო და გასაგები გახადა ხალხისთვის. ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბან თეორეტიკა, წერდა ილია. ილიამ შექმნა ერთი ჟურნალისტური ქართული ენა. ივერიას ეს რთული პროცესი იყო. კუთხურება უნდა დაგეძლია, რაღაც საერთო იდიომები შეგექმნა, საერთო ენა უნდა შეგექმნა, საერთო ტერმინები უნდა შეგექმნა. ილია არის დიდი ტერმინით შემოქმედი, აი მის ხელნაწერებში სუშრომობს, აი ეს როგორ თარგმნა, ცნებითი ღირებულების სიტყვები ილიამ გადმოიტანა ქართულად. ზოგი არ გადმოიტანა, ეს ილია პურისტი არ იყო, არ ამბობდა რომ ყველა სიტყვა უცებად ლოგიკა თუ არსებობს, რატომ უნდა გადათარგმნოს ქართულად. მაგრამ ამ დროს ქმნიდა რაღაც სიტყვებს. მაგალითად ქართულში არ გვექნებოდა სიტყვა შინაარსი, ილია რო არ ყოფილიყო. აი სიტყვები ილია ტერმინებს ქმნიდა, რომ ქართულად შესაძლებელი ყოფილიყო ყველაზე მაღალი დონის მსჯელობა. ენა სულ უნდა ხმალივით მოხმარება, რომ ალესილობა არ დაკარგოს, იმდენად უქმი იქნება მერე ის ენა, თუ მხოლოდ სამზარეულოში იყენებ, მხოლოდ სამზარეულოში გამოდგება და დანარჩენ სინამდვილეს ის ენა მოგიტანს, რომელთაც ეს სინამდვილე გაიცანი. იმ შემთხვევაში, თუ დამწერლობა და ისედაც მცირე ქართულენოვანი ბეჭდური საშუალებები არ დაეწეოდნენ სასაუბრო ენას, ის ვერ განვითარდებოდა და დროთა განმავლობაში სრულიად უსარგებლო, ფაქტიურად გამოუყენებელ ფენომენად გადაიქცეოდა, რომელიც გარკვეულ ეთნოკულტურული ძეგლის ფუნქციას შეასრულებდა. რაც შეეხება სასაუბრო ენას, ცხადია ის რაღაც პერიოდით გააგრძელებდა არსებობას. თუმცა თუ არ იქნებოდა შესაბამისი დამწერლობა და საკითხავი მასალა, თანდათან მისი არსებობის პრობლემაც დადგებოდა. ამასთანავე საზოგადოების უმრავლესობას არ ექნებოდა мотиваცია ესწავლა ის ენა და ის დამწერლობა, რომლის პრაქტიკული გამოყენებაც აღარ მოხდებოდა. შედეგად ქართული ენის ადგილს ელიტაში გამეფებული რუსული ენა დაიკავებდა. არსებითი ფუნქცია ქართულ ენას ფაქტიურად როგორც ქართველობის ენას და შემეცნების ენას შეძინა იმ სულისკვეთებამ, რაც თერგდალეულებმა მოიტანეს, განათლება, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ქართულ ენაზე და მერე უნივერსიტეტი ქართულ ენაზე. აი ამ საფეხურებმა შენი ქართული გახადა უკვე ისეთი ენა, რომელსაც სამყარო შემეცნება შეგეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფუნქციით რუსული ენა შემოვიდოდა. ალტერნატიულ ისტორიაში გაგრძელდებოდა ის სიტუაცია, რომელიც ილიას და მისი დასის გამოჩენამდე ხდებოდა, ანუ თავადაზნაურობის რუსიფიკაცია.
რეალურ ისტორიაში თავადაზნაურობის დიდი ნაწილი რუსული ენის გავლენის ქვეშ იზრდებოდა, რადგან განსხვავებით ქართულისგან, უზარმაზარ რუსეთის იმპერიაში კარიერის გასაკეთებლად მათ რუსული ენა ესაჭიროებოდათ. შესაბამისად, მთელ ქართველ მოსახლეობასაც ეტაპობრივად მოუწევდა რუსულ ენაზე გადასვლა. მით უმეტეს, როცა აღარ იქნებოდა არანაირი საზრდო ქართულისგან და მისი პრაქტიკული გამოყენებაც შეუძლებელი გახდებოდა. არისტოკრატია გადავიდოდა რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა. რასაც აკაკი წერეთელი ბაშიაშვილის რომანს ყველა სპარსულად ლაპარაკობენ, ეს რა თქმა უნდა თავის თანამედროვე მდგომარეობაზე მას რუსულად ლაპარაკობენ არისტოკრატია, კულტურის ენა, მეცნიერების ენა იქნებოდა რუსული და ასე შემდეგ ქართული ენა გახდებოდა რაც საოჯახო ენა, შინაური მოხმარების ენა, მაგრამ შენ თუ მოგინდებოდა ასპარეზზე გასვლა სახელმწიფო მსახურების და რაღაცა, რა თქმა უნდა რუსულ ყაიდაზე უნდა ყოფილიყავი. ქართული ენის ასეთი დაუძლურება და რუსული ენის გამეფება საქართველოში კი სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც გამოიწვევდა. უპირველეს ყოვლისა, ეს ცვლილება უამრავ ადამიანს ხელს შეუშლიდა განათლების მიღებაში, რის შედეგადაც ახალ თაობაში განათლების დონე ძალიან დაბალი იქნებოდა. მხოლოდ თავადაზნაურობა, სამღვდელოება და მოსახლეობის სხვა ძალიან მცირე ნაწილი თუ გაწვდებოდა შვილებისთვის რუსული წერა-კითხვის სწავლების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებდა უთანასწორობას, ისედაც უთანასწორო საზოგადოებაში. ალტერნატიულ ისტორიაში სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფების თუ შუააზიური ქვეყნების მსგავსად, შეიძლება ჩვენს აღარ გქონოდა ჩვენი უძველეს 14-თაგან ერთ-ერთი დამწერლობა. შესაბამისად მოგვიწევდა რუსული ანბანის გამოყენება ჩვენი ენისთვის. შედეგად კი მოხდებოდა მოსახლეობის სრული რუსიფიკაცია. ალტერნატიულ ისტორიაში ქართული ენის გაუფასურება და მისი რუსული ენით ჩანაცვლება საბოლოოდ გაანადგურებდა ეროვნულ თვითშეგნებას და ნაციონალურ იდეას. იმის გათვალისწინებით, რომ ალტერნატიულ ისტორიაში არც რუსული ენა იქნებოდა კარგად ფეხმოკიდებული მთელს მოსახლეობაში, კიდევ უფრო გართულდებოდა ადამიანებს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება და საერთო იდენტობის ძებნა. შესაბამისად, ალტერნატიულ ისტორიაში ქართული საზოგადოების დაგსაქსულობა უფრო მეტად გამძაფრდებოდა. ის ვერ მოახერხებდა საერთო ფასეულობებსა და ამოცანებზე შეთანხმებას. შესაბამისად, შეუძლებელი გახდებოდა ჩვენი ერთ-ერად ჩამოყალიბება. განსხვავებით რეალური ისტორიისგან, სადაც ილიას და თერგდალეულთა ენა და პოზიციები საზოგადოების ყველა ფენისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და გასაგები იყო და აქედან გამომდინარე მისი გამაერთიანებელი. რეალურ ისტორიაში ილია ყველანაირად ცდილობდა ქართველი ადამიანისთვის გაეხსენებინა საერთო წარსული და დაესახა ერთიანი მომავალი. ილიას გარეშე არსებულ ალტერნატიულ ისტორიაში ეროვნული მოძრაობა გაგრძელდებოდა ისე, როგორც ამას მამათა თაობა ცდილობდა, სადაც ერთადერთი მებრძოლი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი დიმიტრი ყიფიანი იყო. ეს კი ქართულ საზოგადოებას დაღუპვამდე მიიყვანდა. მამათა გამარჯვებით დამთავრებული საქართველოს ისტორია იქნებოდა თამარ მეფის სახეზე მოტირალი ქართული არისტოკრატიის ისტორია. თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში ორბელია. ეს იქნებოდა ისტორია იმ ქვეყნისა, რომლის ინტელიგენციას ჯერ კიდევ ახსოვს დიდი წარსული, ოღონდ ამ წარსულის აღორძინებაზე არ ფიქრობს და ეს წარსული მხოლოდ სატირლად ესაჭიროება. ალბათ სადაგრძელოშიდაც ფიგურირებდა. ამ მხრივ ალბათ მამები აი ამ თავის პასიურობით ხელს შეუწყობდნენ იმ გარუსების პროცესს, რომელზედაც ვაბარაკობთ. მართალია ვორონცოვის მმართველობის დროს ქართულ საზოგადოებას მიეცა საშუალება შეეგრძნო პროგრესი თეატრით, ოპერით, გაზეთით და ასე შემდეგ. მაგრამ ამას მეორე მხარეც ჰქონდა. ელიტა სულ უფრო და უფრო ფუქსავატი და რუსულ იმპერიაზე დამოკიდებული ხდებოდა. ალბათ ილია რო არ ყოფილიყო, ქართული თავდაზნაურობა კიდევ უფრო გაზანტდებოდა, ეს ლუარსაბობა მოიკიდებდა ფეხს. ალტერნატიულ ისტორიაში ნაციონალური იდეის და ქართული კულტურისთვის ბრძოლას ჩაანაცვლებდა თავადაზნაურთა ოპორტუნისტული ზრახვები, კარგად ჩაწერილი იყვნენ სისტემის მოცემულ სტატუს-კვოში, რაც პირდაპირ ნიშნავდა არანაირ აქტივობას ეროვნულ საკითხზე, არანაირ ზრუნვას კულტურის განვითარებისთვის, არანაირ ქმედებებს ქართული პროგრესული აზრის გასაჩენად. შესაბამისად, ილიას გარეშე არსებულ ალტერნატიულ ისტორიაში საქართველო იმის პოტენციალსაც კი დაკარგავდა, რომ ყოფილიყო თვითმყოფადი, განვითარებადი ერი, რომლის ავტონომიურობის იდეაც კი უცხო იქნებოდა საზოგადოებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე.
რეალურ ისტორიაში ხომ სწორედ ილიამ და თერგდალეულებმა შთაბერეს თითოეული საზოგადოების წევრში ნაციონალური იდენტობის რწმენა და მოქალაქის იდეა, რომელსაც ეკუთვნის ქვეყანა და რომლის მიმართაც ის პასუხისმგებელია. ილიამ უდიდესი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ახალი პროგრესული იდეების დამკვიდრებაში. ილიას აშკარა პროევროპული მიმართულების გარეშე საქართველო იმდენად მოწყდებოდა ევროპულ ამბებს და ცხოვრების დინამიკას, რომ ამის აღდგენა შემდგომში ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა. ერთადერთ გამტარად პროგრესულ კაცობრიობასა და ქართულ საზოგადოებას შორის ისევ რუსეთი დარჩებოდა. საიდანაც ჩვენთან დამახინჯებული გზით შემოვიდოდა მსოფლიოს პროგრესული იდეები, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საკაცობრიო მიღწევები თუ უბრალოდ ცხოვრების სტილი. ილიას გარეშე ვერც ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტები დაიმკვიდრებდნენ ადგილს, როგორებიცაა ბანკი, თეატრი, სასწავლებლები, ჟურნალ-გაზეთები და სხვა მრავალი. მათი დაარსება განვითარება როგორც მინიმუმ 10 წლეულებით დაიგვიანებდა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებდა ქვეყნის რუსიფიკაციას და საკუთარი იდენტობის დაკარგვას. იდენტობის დაკარგვის და კულტურის დაცემის შედეგად ავტომატურად გაქრებოდა ქართული ლიტერატურა და სხვა სახელოვნებო საშუალებებიც. ილიამ და მისმა თანამებრძოლებმა შემოიღეს აზრთა სხვადასხვაობისა და საკუთარი იდეებისთვის ბრძოლის ტრადიცია, რამაც ხელი შეუწყო მასების ცნობიერების ამაღლებას და ადამიანებს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ უბიძგა. აზრთა სხვადასხვაობის, დისკუსიების და ახალი მოდერნისტული იდეების გარეშე ქართული საზოგადოებრივი აზრი საკმაოდ ღარიბი იქნებოდა. საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობები კი საკმაოდ სუსტი. სავარაუდოდ არც მეორე დასი შეიქმნებოდა, რომლის ჩამოყალიბებაც ილიას ბრძოლის და მოღვაწეობის დამსახურებაა. შესაბამისად, საქართველოს არც ნიკო ნიკოლაძე ეყოლებოდა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოს ტექნოლოგიურ თუ სამრეწველო განვითარებაზე, ფოთის სპორტიდან დაწყებული, ჭიათურის ქვანახშირის მაღაროებით დამთავრებული. ის ხედვა, რაც ნიკოლაძეს ჰქონდა თითოეული ამ ნაბიჯი სიქეთის საქართველოსთვის რა პერსპექტივის მომტანი იყო ფოთი თუ მარგანეცი, ამაზე ჰქონდა მას ორიენტაცია აღებული, აი ამ ფუნქციაში ის ძალიან დასუსტებული იქნებოდა, რომ ჰქონოდა ასეთი სულისკვეთება ილიას გარეშე. ილია იყო ის ფონი, რომელიც ყველა ეროვნულობისთვის მოწოდებულ ადამიანს ზურგს უმაგრებდა. განსხვავებით მეორე დასისგან, მესამე დასი, ანუ მენშევიკური ფლანგი, აუცილებლად გაჩნდებოდა, რომლისთვისაც ქვეყანაში სოციალური იდილიის დამყარების მთავარი მტერი ილია ჭავჭავაძე და მისი ქართული ნაციონალიზმი იყო. ილია რომ მოკლეს, ნოე ჟორდანიაც კი ამბობდა, რომ ტყეშრია ნაფოტებით ცივაო. ანუ მათთვის ეს ეროვნული პროექტი იყო დამაბრკოლებელი მარქსიზმის. და ასე რომ ილიას ამ მოღვაწეობის გარეშე სრული კარბლანში იქნებოდა მარქსი საქართველოში ყოველგვარი ეროვნულობის გარეშე. მესამე დასი უდაოდ გაჩნდებოდა. იქ ილიას დამსახურება გარდა იმისა, რომ შუბლი შეუშვია მათ ტყვიას, სხვა არ არის. და ფაქტიურად ამ შუბლის შვერით იმთავითვე დაგვანახა მესამე დასის სახე. ესეც ალბათ ის ავგანწერვა იყო, რომელიც სამშობლოს რაღაცა საფეხურებზე გამოადგა იმის გათვლით ცნობიერებისთვის საქართველოს, ვის ხელში მოხვდა და რა პერსპექტივა ელოდებოდა. რეალურ ისტორიაში მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მსოფლიო წამყვანი იდეების გავლენის ქვეშ მოექცა. ქართული მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობები მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების ავანგარდში იყვნენ. პოლიტიკური მოდის მოყვარულები ხო ვართ ქართველები ყოველთვის ავიტაცეთ სოციალისტური იდეები ჩვენი ევროპულობა სწორედ მაშინ იმ პერიოდში იმაში გამოიხატა რომ ევროპაში რახან პოპულარული იყო სოციალიზმი ჩვენ პირველი სოციალისტები გავხდით ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტად და სოციალიზმში კლასობრივი დაპირისპირება იყო ჩადებული, თორე ეროვნული თვითგამორკვევა არანაირ ღირებულებას იქ არ წარმოადგენდა, მთავარი იყო კლასობრივი თვითგამორკვევა, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ამ ფონზე გაგრძელდებოდა ერის უგულებელყოფის პროცესი და
იმპერიული რუსეთის ეროვნულ პოლიტიკას მემკვიდრეობით სრულიად თავისუფლად მიიღებდა და გაატარებდა. მერე ქართული მენშევიკები არც ესე დააკლეს. ალტერნატიულ ისტორიაში, სადაც ილიას მეშვეობით ჩამოყალიბებული საერთო ეროვნული თვითშეგნება და ევროპული იდეები არ არსებობს, ქართულ საზოგადოებაში რადიკალური მარქსისტული იდეები და ბოლშევიზმი მარტივად მოიკიდებდა ფეხს. ილია მოახერხა კონსოლიდაცია ქართველების და შექმნა ის დიდი, როგორ თქვა, სტრუქტურა თუ ნარატივი, რაშიც ენთუზიასტურად გააერთიანა ქართველები. ამიტომაც მარქსი საქართველოში ჰქონდა დიდი მუხრუჭი მარქსიზმის განვითარებას. იმიტომ ილიას ეროვნული პროექტი არსებობდა. რომ არა ილიას ეროვნული პროექტი, მარქსისტები, ვისაც ეროვნება საერთოდ არ აინტერესებდათ, მათთვის კლასობრივი მიკუთვნებულობა გაცილებით მნიშვნელოვანი კატეგორია იყო ვიდრე ეროვნული მიკუთვნებულობა, საერთოდ მათთვის არ იარსებოდა ეს პრობლემა. ამიტომ ქართველი მარქსისტები იქნებოდნენ რუს მარქსისტებთან ხელჩაკიდებულები და არაფერი განსხვავება არ იქნებოდა. ნაციონალური იდენტობის გარეშე დაწყებული კლასობრივი ბრძოლა კი დიდი სისხლისღვრით და ამასთანავე შედეგის გარეშე დასრულდებოდა, რაც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანდა. საქართველო აღმოჩნდებოდა შუააზიური ქვეყნების, ან მაგალითად აზერბაიჯანის მდგომარეობაში, სადაც კლასთა შორის ბრძოლამ ეროვნული იდეის ჩამოყალიბების გარეშე შეაღწია და შედეგად დიდი სისხლისღვრა მოიტანა, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის შემდგომ პერიოდზე. ალტერნატიულ ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ასეთი ნახტომი კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ნაციონალური იდეის გარეშე დარჩენილი რუსიფიცირებული ქართული საზოგადოებისთვის. ილია ჭავჭავაძის გარეშე საქართველოს ხვანაირი კი არ იქნებოდა, ის უბრალოდ აღარ იქნებოდა. ერთი ადამიანის ალტერნატიული ცხოვრების შემთხვევაში მთელი ერის ცხოვრებაც ალტერნატიულად განვითარდებოდა. ილიას გზა დღემდე შეუსრულებელ მისიად რჩება ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა ვიცით რა მიმართულებით და როგორ უნდა ვიმოძრაოთ. ფიქრობ, რომ საქართველო იქნებოდა ეხა რუსეთის ფედერაციის ნაწილი, რატომაც ასე მგონია. და შეიძლება თავისი რაღაც ავტონომიით, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ნაწილი. არ იქნებოდა ეს ევროპული პროექტი ქართველებისთვის. ანუ შეიძლება ჩვენ ქონოდა პრობლემები რუსებთან სხვა ტიპის, არა მსოფლმხედველობრივი, უფრო ეროვნული და არა მსოფლმხედველობრივი. შეიძლება აი ეს, იმიტომ რომ ილიამ დაბადა ეს ევროპული მიმართულება ქართველების. შეიძლება ყოფილიყო არ ყოფილიყო ასეთი გაგება, რომ ქრისტიანობა და განმანათლებლობა რაც ერთიანობაში მოვიაზრებ ჩვენ ილიას მერე. ყოფილიყო პირიქით მართლმადიდებლობა დაგვეპირისპირებინა ევროპულ განმანათლებლობასთან, როგორც ეს რუსეთში ხდებოდა მაგალითად და ეხაც ხდება. ამიტომ ეს ეს შედეგები ასეთი იქნებოდა. მე ვფიქრობ, საქართველოს დღეს არ იქნებოდა უბრალოდ დამოუკიდებელი ქვეყანა. ილიამ თავისი ცოცხალი ჩარევის გარეშე აი იმ მემკვიდრეობით, რაც მან დატოვა, ხელმეორედ გააჩინა დამოუკიდებლობის იდეა ქართველებში. საბჭოთა წყობილებაში, ასე ვთქვათ, ამ წყობილების მარწუხებში მოქცეული საქართველოსთვის ილიამ გადამრჩენის როლი უფრო შეასრულა, ვიდრე იმპერიალისტური რუსეთის იმპერიის მარწუხებში მყოფისთვის. ეს ილიას მეორე ცხოვრება გახდათ, მაგრამ ვიმეორებ, ამ მეორე ცხოვრების ფონზე კიდე ილიას ელოდება მესამე ცხოვრება. როდესაც ილია განახლდება უკვე იმ თემით, რა თემაც ჯერჯერობით ქართველებმა ილიაში ამოსაკითხათ, მხოლოდ პუბლიცისტურ დონეზე მოვიცალეთ ქართული ხასიათი. ის რა გვიშლის ხელს ვიყოთ სრულფასოვანი ევროპელები. ევროპელების თემა მოდის და ეს ისევ და ისევ ილიას თემაა და ისევ და ისევ ილიასგან უნდა გავიგოთ ევროპაში შესასვლელად, უფრო ზუსტად ევროპის ჩვენთან შემოსატანად. ჩვენ სულ ვიძახით, რომ ჩვენ უნდა შევიდეთ, არა, ევროპა ჩვენში უნდა შემოვიდეს უპირველეს ყოვლისა. და ევროპაში ჩვენთან შემოსატანად რა ბარიერებია, მათზე გადასაბიჯებლად ისევ ილია უნდა აღდგეს უკვე მესამე აღდგომით. იშვიათია ქვეყნის ისტორიაში ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ასე ძლიერ შეცვლიდა მთელი ერის ბედს. ჩვენი სამშობლოს ისტორიიდან ერის კაცობით ილია ჭავჭავაძეს მხოლოდ დავით აღმაშენებელი თუ გაუთანაბრდება. ილია არა მხოლოდ ჩვენი წარსულია, ის ჩვენი მომავალიცაა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ, მიუხედავად უამრავი სისხლისღვრისა და უბედურებისა, სირთულეებისა და ომებისა, ცხოვრობთ სუვერენულ სახელმწიფოში, საკუთარი ენით, ცოცხალი კულტურით და ეროვნული თვითშეგნებით.
ვიბრძვით იმ უკეთესი მომავლისა და ამაყი ოცნებების ასრულებისთვის, სადაც აუცილებლად უთანასწორდებით სოფლიოს მოწინავე ერებს. Tademi dak